გამოკითხვების სერია ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ისევ გრძელდება. დღეს საგამოძიებო უწყებაში გომელაურის შემდეგ უკვე ალექსანდრე ტაბატაძეს, ასევე კახა კახიშვილს გამოკითხავენ. ალექსანდრე ტაბატაძე ამ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, კახიშვილი კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. გამოძიება პროკურატურაში სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, კერძოდ დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. ამ საქმეში მთავარი სამიზნე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა, რომელსაც მთავრობასთან შეუთანხმებლად ჩორჩანას საგუშაგოს გახსნას ედავებიან. რა თქვა დღეს ჟურნალისტებთან ალექსანდრე ტაბატაძემ გამოკითხვის დაწყებამდე, თამარ დემეტრაშვილი გვერდდება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში. Წულკიანის კომისიის წევრი ალეკო ტაბატაძე თითქმის 1 საათია უკვე იმყოფება გენერალურ პროკურატურაში. ის ჩვენებას აძლევს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩორჩანას ეპიზოდზე. მან მცირე განმარტება გააკეთა შენობაში შესვლამდე მედიასთან, თქვა რომ ეს გამოძიება არ არის პოლიტიკური დევნა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ. თქვა ისიც რომ უსაფრთხოების სამსახური წინააღმდეგი იყო ჩორჩანაში პოლიციო საგუშაგოს გახსნისა, თუმცა ვერაფერი თქვა იმაზე, რომ თუ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი იყო გიორგი გახარიას ნაბიჯები შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, რატომ აირჩიეს და დანიშნეს ის ცოტა ხანში უკვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. ალეკო ტაბატაძემ ასევე ისაუბრა ორ საგუშაგოსთან დაკავშირებით, ჩორჩანის საგუშაგოს საპირწონედ, კონკრეტულად კი დაასახელა ზარდიანტკარისა და პერევის საგუშაგოები, თქვა რომ ეს საგუშაგოები ქართულმა ოცნებამ გახსნა, ეს საგუშაგოები შეთანხმებული იყო ყველა მხარესთან, შესაბამისად მათ ჩორჩანასგან განსხვავებით, ჩორჩანას საგუშაგოსგან განსხვავებით პრობლემები არ გამოუწვევია. პოლიტიკურად მოტივირებული არ გამოდის საქმე, როდესაც გამოდის. რატო არის პოლიტიკურად მოტივირებული, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას? როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება, ამას ჩვენ საჯაროდ ვერ ვიტყოდით და საჯაროდ ვერც დღეს გეტყვით ვერაფერს. იყო ესკალაციის საფრთხე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ დღეს, რასაც მე გეტყვით. 19 აგვისტოში დაიდგა საგუშაგო. სექტემბერში, 2019 წლის სექტემბერში გახარია პრემიერად დანიშნეს. ამ ხელისუფლების პერიოდში ორი საგუშაგო იქნა დადგმული, სადაც ჩვენს მოსახლეობას პრობლემები ექნებოდა. ეს იყო 2012 წელს, როდესაც გორის რაიონის ზარდიანტკარში დაიდგა ერთი სტაციონარული საგუშაგო, მაგრამ ეს იყო ყველა უწყებასთან შეთანხმებული, ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან შეთანხმებული და იქიდან ამის შემდეგ არანაირი პრობლემა და არაერთი საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა. მეორე საგუშაგო დაიდგა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში. ანალოგიური განხორციელდა, სადაც ჩვენ ასევე მოვახდინეთ კოორდინაცია. რატომ მოხსენით საგუშაგოები ოცნება რომ დღესვე გენერალურ პროკურატურაში უკვე 6 საათზე ელოდებიან კახი კახიშვილს. ის იმ დროს ჩორჩანის მოვლენების დროს იყო მთავრობის ადმინისტრაციის მეთაური, ხელმძღვანელი. გიორგი გახარიას კი წულუკიანის კომისიის წინაშე წარდგენა უკვე მეორედ მოუწევს. გიორგი გახარია 23 ივნისაა დაბარებული.